გამარჯობა ბატონებო. გურულების აზრი გვაინტერესებს ყოფა ცხოვრება როგორია გურიაში. ხوار დაგველაპარაკებით. რატომ ცხოვრობდით ისე ცხოვრობთ? არ მიჭირს, არ მიჭირს. შეიძლება ძალიან დიდ პატივს. დასიამოვნოა, მადლობა. ინტერვიუ არ მინდა. კეთილი. დაგველაპარაკეთ, რა თუ შეიძლება მაინტერესებს რას ფიქრობს ხალხი. აი გლოვარობა რომ არა უზურგესი ფაქტია. და მიყვარხარ სასწაულად. თქვენ რაღაც ნაცნობი ხარ. მე გახლავართ ვასიკო ივანოვ ჩიქოვანი. ოი, ძალიან კარგი, ჩემი солиდარობა თქვენ. დამიჭერენ მე რა მატყვის მაი. რაზე უნდა დაგიჭიროთ? ლაპარაკზე? არ მინდა. აუ, ყველაფერი შეიძლება. კომარზე იჭერენ და ლაპარაკზე არ დამიჭერენ? რომაზე დამიჭირეს მე ერთხელ უკვე. შემოგორეთ მე ვერ დაგელაპარაკებ. კეთილი. რატო თქვენია შემოგაი. თქვენ რასაც ზოგს არ აინტერესებს. ხომ შეიძლება შემხვდეს ახლა ვინმე მაგალითად და რაღაცით კმაყოფილი იყოს, აი შევხვდებით, რა შვებით, როგორ აღდრავით, ვარ. ეს ძალიან კარგათა ვარ. იშვიათად მესმის. თქვენ გესმით? მოგესალმებით პატრიციულო მოქალაქეებო, ჩვენ აქ ვიმყოფებით სახალხო მოამის გადამღები ჯგუფი. ვაპირებთ რომ გადაცემა ჩავწეროთ გურიაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. მაინტერესებს თქვენი მოსაზრება, რამდენად მომზადებული ხდება გურია 2026 წლის ზამთრის სეზონს. იმის გათვალისწინებით თუ რა ამინდი იყოს შარშა. ასევე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები გურიაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი მიტაცებულია, როდესაც მოამბეში არის მის ხალხის ხმარ, ჩვენ ვიწყებთ სახალხო მოამბეს. ამჯერად გურიიდან. მე ვასილი ივანოვ ჩიქოვანი ვარ, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული ჟურნალისტი. საზოგადოებრივი მაუწყებელი რომ არ იყოს მიტაცებული და ჩემი საქმიანობა შეჩერებული, თქვენ აუცილებლად გაიგებდით რომ საზოგადოებაში არსებობს კითხვები თუ რამდენად მომზადებული ხდება გურია წელს თოვლის სეზონს. 2025 წლის ზამთარში დიდთოვლობისას რეგიონი ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის გარეშე დარჩა. სოფლებს შორის ჩაიკეტა გზები და შეჩერდა სასწავლო პროცესი. სტიქი დაზიანდა ასეულობით შენობა, მათ შორის სრულად განადგურდა 40 საცხოვრებელი სახლი. სახურავების ჩამონგრევამ და მედიკამენტებზე ან დროულ სამედიცინო დახმარებაზე ხელმიუწვდომობამ ადამიანების სიცოცხლე იცვლება. ამის მიუხედავად რეგიონში, სადაც დიდი თოვლი მოულოდნელი არ არის, კვლავ არსებობს სტიქიასთან პრევენციული გამკლავების გზები და შესაბამისი ტექნიკა. მოსახლეობა ისევ ერთმანეთის იმედადაა დარჩენილი. რეგიონში დიდ გამოწვევას წარმოადგენს უნიკალური კურორტებისა და ეკოსისტემის შენარჩუნება. 2019 წელს ქართული ოცნების ხელისუფლებამ კომპანია ორბს ბახმაროში 20 ჰექტარზე მეტი მიწა ერთ ლარად მიხიდა. ორბის მრავალსართულიანი ბეტონის კონსტრუქციები უხეშად არღვევს ბახმაროს ისტორიულ გარემოს, საფრთხეს უქმნის მის იერსახესა და უნიკალურ ჰაერს. მოსახლეობა იბრძვის მდინარეებიდან ინერტული მასალის ამოღებისა და ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ. მაგალითად, სურებში ეს ბრძოლა 5 წელზე მეტია გრძელდება. მიუხედავად ამისა, კერძო კომპანია სხვადასხვა გზით ცდილობს პროექტის გატანას, მათ შორის ადგილობრივების დაშინებითა და მოტყუებით. გურია ციტრუსით, თხილით და ჩაის პლანტაციებით ცნობილი რეგიონია. თუმცა ადგილობრივი გლეხებისთვის წლიდან წლამდე რთულდება მოსავლის მოწევის, აღებისა და ჩაბარების პროცესი. გურიის ჩაის პოტენციალი კი კვლავ გამოუყენებელია, პლანტაციების დიდი ნაწილი კი სამწუხაროდ გაველურებული. სახალხო მოამბის სხვა ეპიზოდებშიც მოისმენდით, რომ მიგრაცია და დაცარიელებული სოფლები მთელი ქვეყნის პრობლემაა. სამწუხაროდ ამ მხრივ არც გურიაა გამონაკლისი. 2024 წლის მონაცემებით გურიაში მოსახლეობა 100,000 მხოლოდ მცირეთი აჭარბებს. სამუშაო ადგილების არარსებობის გამო ახალგაზრდები დედაქალაქში ან ემიგრაციაში მიდიან. 2024 წელს გურიაში მიზნობრივ სოციალურ დახმარებას 18,051 ოჯახი ითხოვდა. ჩოხატაუში, სადაც 17,000 ადამიანი ცხოვრობს, 11,000 მოქალაქე ოფიციალურად არის სოციალურად დაუწყო ბაზაში. ეს ყველაფერი გურიაში არსებული მწვავე პრობლემების მცირე ჩამონათვალია. ეს ჩვენ ოზურგეთში ჩამოვედით, იმისთვის რომ აზრი ვკითხოთ ხალხს. თქვენი სახელი და გვარი ან მხოლოდ სახელი როგორ წარგადგინოთ? აი ეთერი. ქალბატონო ეთერი. გურული ბრძანდებით ოზურგეთიდან. მაინტერესებს გაქვთ თუ არა შემოსავალი და რამდენად საკმარისი არის თქვენი შემოსავალი იმისთვის რომ თვიდან თვემდე ნორმალურად გაიტანოთ? თქვენ ხომ იცით რომ არ არის საკმარისი. ხო იცით? რატომ მეკითხებით? მე მოვდივარ ახლა ბაზრიდან აგერ, ხო? დავხარჯე 30 ლარი და დათვალე რა მაქვს ნაყიდ. მარტო ოზურგეთში არ არის შვილო ეს მდგომარეობა. ეს მდგომარეობა მთელ საქართველოშია. კაი დაუშვათ მე ასაკი მაქვს, მაგრამ ახალგაზრდობის უმრავლესობა შვილო დაუსაქმებელია, ეს ხო ჩემზე უკეთესად იცი. ალბათ რაღაცაში ჩვენც ვარ დამნაშავე, მაგრამ ვეძებ ჩემ თავში რაში ვარ დამნაშავე და ვერ ხვდები. როგორია ყოფა ცხოვრება გურიაში? რა არის თავარი გამოწვევები რა? სუდი. უმუშევრობა, ბაზარის სიძვირე. არაფერი კარგი არ არის.
რაფერთ მთელ საქართველოში. რა უნდა გითხრათ, აბა? რამდენად ყოფნით პენსია აუ, და ახლა რაში საგერ გეხარჯება მეუღლეა ყველაზე მეტი? შესული წამალებზე. წამლებზე არ ყოფნის. პოტენციალი თუ არის გურიაში, რომ სოციალურ-ეკონომიკური ვითარება რო გაუმჯობესდეს. რა თქმა უნდა, მაგის მეტი რა არის, თუ კი მოულიან ამ ქვეყანას ნორმალურად, მიწას დაამუშავებენ, ხელს შეუწყობენ ხალხს. სამუშაოების გაჩნდება, სიმდიდრეც იქნება, ხალხიც კარგად იქნება. ამის და არც ძალია ჩემო ბატონო ჩვენ თავრობას. ვითარების გამოსწორების იმედი თუ გაქვთ? მაქვს ღმერთის წყალობით გამოსწორდება. და აი რის აი ეს ხეირო იგი რომ წავა გამოსწორდება ყველაფერი. ერთ რამდენიმე წელიწადში უკეთესი ქვეყანა იქნება. უკეთესი ხელისუფლება გვინდა რა, დამოკიდებულება უნდა იყოს უკეთესი ხალხის მიმართ. შენ რო იმატებ ამდენს უბრალოდ ტეხავს ესეთი დამოკიდებულება რა 495 ლარი პენსია. გზა აი ხა გაკეთებული არის ზოგან და ის მთელი ერთი წელიწადი ორმო არის. ხო სირცხვილია, ხო ხალხი ვარდება, მანქანები ბუჭდება. ამაშიც გამოიხატება რა საბუჩა დამოკიდებულება. მუშავარი გახლავართ, ისე პროფესიით ფარმაცევტი ვარ, მაგრამ აქ ვერსად ვერ ვიშოვე სამსახური. ბევრი არის ისეთი, რომელიც არ მუშაობს და უკვე ჩემი მეგობრები ნახევარზე მეტი ევროპაში წავიდნენ. ფაროსანამ იმდენად დააზიანა თხილი. უკვე თხილმა გახმობაც დაიწყო. ხა ციტრუსი ნახევარზე მეტი თუნდაც ურეკის ხარე სადაც ვცხოვრობ, ნახევარზე მეტმა ვერ გაყიდა. ვინ უნდა მოაგვაროს და როგორ უნდა მოაგვაროს? ჩვენი პრემიერი თუ უფრო მეტად დაინტერესდება კაბინეტში დაჯდომა და მხოლოდ ერთეული ადამიანების დაჭერები იქნება თუ რაც იქნება, მაგაზე არა. უნდა გამოვიდეს ადამიანების ტკივილი, ეს პრობლემები უფრო მეტად გულთან უნდა მიიტანოს. ძალიან ძვირია ყველაფერი პატარა საჭმელი და დაწყებული ყველაფერი. ეს ფასები ასეთი იყო თუ მომატებულია თუ და ორმაგად გამომაგებულია. გურიაში ყოფა ცხოვრება როგორი არის? ხوار დაგველაპარაკებით პროექტის ახალ მოამბე. გადასარევი შეიძლება რომ ჩაგწეროთ. ჩვენი შემოსავალი პენსია მაქვს, მაგრამ მეტია ფის შემოსავალი არ მაქვს. და საკმარისი როგორ იქნება მე? ახლა გაიზარდა პენსია. ო რა გაიზარდა 20 ლარით? მეხმარება მარტო კომუნალურ გადასახადში. დანარჩენი რა უნდა ხნა? გაირება აღარ შემთხვევაში. ყველაფერი გვაქვს, ხედავ, და სავსეა ყველაფერი. რამდენად დაგველაპარაკეთ? მეტი რა გაკითხა, სავსე გვაქვს ყველაფერი. ხალხს ფული რამდენად აქვს რომ იყიდოს? ხალხს რავი, არ იყიდოდა, სხვა არ იქნება ზღვა. რაზე აი თქვენი შემოსავალი რამდენად საკმარისი არის რომ თვიდან თვემდე გაიტანოთ ოჯახმა თავი. რავი, ყიდულობ და ჯერჯერობით ცოცხლობ. მე ვნახოთ რა იქნება. კარგად მიდის სამთავრობის პირობებში ყველაფერი. ადრე წუხდა ხალხია. დიქტატურა იყო, რეჟიმი იყო ისეთი, რომ ხალხი არ მოწონდა და ეს დემოკრატიული ღირებულებები ფასეულობს საქართველოში და მათ შორის გურიაშიც შეინიშნება ეს ყველაფერი. ეკონომიკური შიზანსაღი აღარ არის ხელა სიღარიბე მოსახლეობაში, ყველაფერი კარგად მიდის. სტატისტიკით საკმაოდ მაღალი არის მიგრაციის წილი. ქვეყანაში თქვენს ოჯახში ან თქვენს გარშემო თუ არიან ემიგრაციაში წასული? არავინ არაა წასული. არ ჩემი ოჯახიდან არაა წასული არავინ ემიგრაციაში და არ ჩემი ნათესავებიდან არავინ არაა საერთოდ. რა უნდა გითხრა შვილო, რაია კაი, არაფერი არაა კაი. 72 წლის და კი ვარ ქუჩაში. პენსია რას მყოფნის, წამლის ფულად არ მყოფნის. ახედა რა ამხერა პატარა მაგიდაძე, რა უნდა ვიშონო რომ წამალ ვიღდო, საჭმელი ვიღიდო. სტუმარ რომ მოეგი, ყავას ხანდახა ყავას თუ ვიღიდო და უდგავ. ხალხი მიდის გაჭირვების გამო, რა თქმა უნდა წავა. შემოსავალი ადამიანს არ აქვს, სამსახურს ვერ პოულობს. ჩემი მეუღლეა, მეც ვიყავი. მე წელიწად ნახევარი 2 შემოსული 25 წელი არ ვიყავი. იმიტომ რომ აქ მე ვერაფერი პერსპექტივა ვერ ვნახე, ისეთნაირ რაღაცა რომ მე ოჯახზე დავხმარებული ვიყავი. ქვეყანაში როცა ამხელა კორუფცია, რომელ გაუმჯობესებაზე უნდა ვილაპარაკო. ქონდა გურიას ეგ პოტენციალი, რომ ყოფილიყო მეტი სამუშაო ადგილი. რა მიმართულებით აი მაგალითად? ბევრი მიმართულებით, ტურისტული მიმართულებით, ჩაის კულტურა იყო აქ, ციტრუსი იყო, რომელიც განადგურებულია სრულად. თხილი გააშენა ხალხმა და ფაროსანამ გაანადგურა. ფაროსანასთან ბრძოლაც არასწორი მიმართულებით წავიდა და ამიტომ ფაქტურად ვეღარ მოხერხდა. ახლა მოძზე გადავიდნენ და ანუ სახელმწიფოს მიდგომა არ აქვს სწორი ამ მიმართულებით, რომ რეგიონებში შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი, უფრო იზრუნონ ხალხზე, რეპრესიებიც მიდის სამსახურებიდანაც ან თავისუფლებიდან, ამის ეშინია ხალხს რა. ის არსებო მინიმუმი რაც გააჩნია, ის არ დაკარგონ და ეს რეჟიმი შესაძლელია. უბრალოდ ერთი რაღაცა უნდა გაერთიანდეს ხალხი. ხალხის გაერთიანება თუ არ იქნება, არაფერი არ მოხერხდება და ეს ახლა
ვისაც აქვს ჩაგდებული ხელში ძალაუფლება, ისინი ამას არ უფიქრდებიან. ეშინია ბევრს, იმიტომ რომ ისეთი რაღაცები ხდება. და მეც ახლა შვილებიც მაფრთხილებს, მამიკო არ თქვა არაფერი, რამე ეკიდაკეთ, მაგრამ გული მткиო. რა ვქნა? საქართველოს იღუპება. 70 წლისა ჩემი მეუღლე და რატო უნდა იყოს ახლა ეგ? და ესეთი რამდენი? ასეთი იყო სახალხო მოამბე ოზურგეთიდან. საზოგადოებრივი მაუწყებელი მიტაცებული რომ არ იყოს, ჩვენი მოქალაქეების ამ პოზიციებს თქვენ სწორედ პირველი არხიდან შეიტყობდით. საზმაო ხალხს, თავისუფლება და სოლიდარობა მზია ამაღლობელს და სინდისის ყველა პატიმრს.